გიორგი სააკაძის პიროვნება საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მეორე მხრივ ყველაზე მეტად ამოუხსნელი და დიდი კითხვის ნიშნებით დარჩენილი პიროვნება. პიროვნება, რომელსაც თქვათ გვერდსული და დიდი ივანე ჯავახიშვილი, იმიტომ რომ მისი შეფასება, თქვათ, წმინდა ქართული პატრიოტული თვალსაზრისით რთულიც კი იყო. ადამიანი, რომელსაც მოუწია რამდენჯერმე სარწმუნოების გამოცვლა. იყო გიორგი სააკაძე, სხვადასხვა დროს ქრისტიანი, შიიტი მუსლიმი, სუნიტი მუსლიმი, კვლავაც ქრისტიანი. გიორგი სააკაძის მოღვაწეობის პერიოდში იყო ყველაზე უფრო საქართველოს და ქართული გენოფონდის, ერთ მოკლე მონაკვეთზე რო ავიღო, დამაზიანებელი ომები და შემოსევები, გულისხმობ შახაბაზის 4 შემოსევას, რომლის დროსაც საუბარია მინიმუმ 200,000 კახელის განადგურებასა თუ ირანში გადასახლებაზე და მეორე მხრივ გიორგი სააკაძის დროს ქართველმა ერმა მოიპოვა რამდენიმე ისეთი ბრწყინვალე გამარჯვება იგივე ტაშისკარი თუ იგივე მარტყოფ მარაბდის ეპოპეა, რომელიც თქვა უტოლდება აი დავით აღმაშენებლის დიდ ომებს და საერთოდაც ესეთი გამარჯვებები საქართველოს ისტორიაში თიწია ჩამოსაცვლელი. შესაბამისად ამ ადამიანის შესწავლა ბოლომდე მიყვანილად ვერ ჩაითვლება და ალბათ საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე ასპექტზე გამახვილება. მაგრამ გიორგი სააკაძის ფენომენის შეფასება შეუძლებელია იმ გრანდიოზული მოვლენის შეფასების გარეშე, რასაც წარმოადგენდა ირან-ოსმალეთის ომები და განსაკუთრებით ირან-ოსმალეთის ომების კულმინაციური პერიოდი, რომელიც უწევს სწორედ მე-16 საუკუნის მიწურულიდან მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში. თქვენ თუ გაეცნობით და ჩვენ თუ გავეცნობით თანამედროვე მსოფლიო ისტორიოგრაფიას, ოსმალეთის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შესწავლადი ფენომენია თანამედროვე მსოფლიოში. და გარდა ამისა, ეხლა არავინ არ უარყოფს, რომ ოსმალეთი რაღაც ეტაპზე მეორე-მესამე ადგილებს იყოფდა მსოფლიოში სიძლიერით. თუ პირველ ადგილზე არ ქონდა პრეტენზია და აი ამ დროს ყველაზე დიდი პრობლემები, ყველაზე დიდი ომები, ყველაზე გრანდიოზული ეპოპეა ოსმალეთის ისტორიისა არის სწორედ ირან-ოსმალეთის ომები. ირან-ოსმალეთის ომების განხილვა საქართველოს კონტექსტის გარეშე საქართველოს უბრალოდ შეუძლებელია. მთელ რიგ წყაროებს და მასალას, აი პარალელურად როგორც არსებობს ირანული და ოსმალური, ავსებს ქართული წყაროები. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ ამ ორივე ქვეყნის პოლიტიკაში სწორედ ქართველები დომინირებდნენ. არათუ რიგით პერსონებად, არამედ პირდაპირ რომ შახაბაზის შემდეგ ყველა შახის დედა და ბებია იყო წარმოშობით ქართველი და ყველაზე დიდი პროცენტი ალბათ თვით სერბებს და ებრაელებსაც კი უტოლდება ქართული გენეტიკა ოსმალეთის დიდი ვეზირების, კაპუდან ფაშების რაოდენობით. აღარაფერს აღარ ვიძახი. თქვათ, ერაყელ თუ ეგვიპტელ მამლუქებსა და მათ ხვედრით წილზე აი ამ პერიოდის ისტორიაში. მაგრამ თუ როდესმე ირან-ოსმალეთის ომი თავის კუთვნილ ადგილს ისტორიაში დაიბრუნებს და ისეთივე ცნობილი გახდება, როგორც არის თქვა სულეიმანის ან 1600-იანი წლების ოსმალების ლაშქრობა ვენისაკენ და საღვთო ომისა და ოსმალეთის ან რუსეთ-ოსმალეთის ომები, მაშინ გიორგი სააკაძე, რომ არა მარტო თქვა რეგიონალური და წმინდა ქართული თვალსაზრისით, არამედ მსოფლიო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დიდ ფიგურა წარმოჩინდება. ირანის ყველაზე დიდი წარმატებები ოსმალეთის ფრონტზე. ეს ხდება როდის? 1612 წლიდან 1625 წლამდე. დაკავშირებულია გიორგი სააკაძის იქ მოღვაწეობასთან. პირდაპირ წეს ისკანდერ მუნში, შახაბაზის მთავარი ისტორიკოსი, რომ გიორგი სააკაძე ეს მართალი არასოდეს არ ყოფილა მოურავი, როგორც ის უწოდებს, არასოდეს არ ყოფილა შეიძლება რომელიმე კონკრეტული სახანოს მმართველი, მაგრამ ედუარდ ის ასრულებდა გეშტაბის უფროსის მოვალეობას. აბსოლუტურად ყველა ოპერაცია იგეგმებოდა და წყდებოდა გიორგი სააკაძის მონაწილეობით და გადამწყვეტ მომენტში მთავარ დამტყმა ძალას სწორედ ეს ღოლამებისა და აი შახის ევანები, ანუ შახის მეგობრების ეგრეთ წოდებული ბრიგადები, რომელიც ძირითადად იყო კავკასიური და ქართული, აი ამ შენაერთების, რომელთაც გიორგი სააკაძე მეტაურობდა, მონაწილეობით წყდებოდა ბრძოლების ბედი, სწორედ აი მონაკვეთში 1612-დან 25-მდე და ყველაზე დიდი წარმატება ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში შახაბას, სწორედ ამ მონაკვეთში და ამ პერიოდში ჰქონდა. პირიქით, როდესაც ყველაფერი ეს ყველას მონოპოვარი ირანმა დაკარგა, როგორც სპარსელი ისტორიკოსი ისკანდერ მუნში წერს, დაკარგა მაშინ, როდესაც გიორგი სააკაძე 25 წლის გაზაფხულში აუჯანყდა შახაბას.
ისკანდერ მუშის მტკიცებით, რომელიც უკვე წყეულ გიაურს ეძახის გიორგი სააკაძის აჯანყება მარტყოფის ბრძოლა, მარაბდის ბრძოლამ და მერე პარტიზანულმა ბრძოლებმა, რომლის დროსაც 70,000 კაცამდე გაუნადგურა ირანს რეგულარული არმიის, რომლის რაოდენობა სულ 120,000 იყო მანამდე. გამოიწვია სეპარატული მოძრაობები მთელ ირანის ტერიტორიაზე. როგორც ის ამბობს, თვით ფარსის ოლქშიც, ხუზებში, ლურებში, ქურთებში და ასე შემდეგ დაიწყო ისპახანური, ანუ ანტიირანული ამბოხებები და რეალურად ჩახაბაზი ისე გარდაიცვალა, რომ სიტუაცია მან ვერ დაარეგულირა. და თუ ამას დაუმატებთ იმ ფაქტსაც, რომ ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ 1626-ში გიორგი გადაიხვეწა ოსმალეთში და ის უკვე კონიის ბეგლარბეგი, ანუ ფაშა ხდება და ახორციელებს ამ შემთხვევაში უკვე საპირისპირო შეტევას ირანის წინააღმდეგ და მრავალი ასეული კილომეტრით ახევინებს თქვა ირანელებს უკან აქედან გამომდინარე გამოდის რომ აი ამ ყველაზე მძაფრ პერიოდში 1603-დან 1639 წლამდე, როდესაც ირან-ოსმალეთის ომების ყველაზე ესე თქვა ცხელი პროცესი იყო, ყველაზე დიდი ცვლილებები რაც კი ხდებოდა ამ ომში, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან, დაკავშირებული იყო გიორგი სააკაძის პიროვნებასთან. სხვა შორის ესეთი რაღაცა არის, როდესაც თეიმურაზი იმყოფებოდა რუსეთში გადახვეწილი. ეს არის დაახლოებით 1659 წელი გიორგი სააკაძის კვლელობიდან 30 წლის შემდეგ რუსეთი, რომელიც სხვა შორის საკმაოდ მოკლებული იყო იმ პერიოდის ევროპულ და მით უმეტეს აზიურ ინფორმაციებს, მაგრამ თავად განსაჯეთ, რაოდენ ცნობილი პიროვნება იყო გიორგი სააკაძე იმ დროინდელ სამყაროში, რომ რუსეთის მეფე რომანოვი ალექსი მიხელიძე კითხვას უსვამს თეიმურას, რომ ჩემთვის ფრიად საინტერესოა რამ გამოიწვია კონფლიქტი თქვენ და მოურავ შორის. ეს საერთაშორისოდ გახმაურებული თემაა. გიორგი სააკაძე ჩვენ გვხვდება ოსმალეთის სულთნის წერილებში, პირა წერილებს როცა უგზავნის აღარაფერს შართან ურთიერთობაზე, როგორც თქვი, პორტუგალიელი მისიონერების ჩანაწერებში, რომის პაპის წერილებში, ელემენტარულად რამდენიმე ნახატია შესრულებული, როგორც თქვა და ეს კასტელის ცნობილი ხო ვიცი და ასე ოსმალეთში აღმოჩენილია სხვების მიერ შესრულებული მოურავ ფაშას, მოურავ ბეგის, დიდი მოურავის პორტრეტები. მოკლედ, ეს იყო ადამიანი, რომელმაც იმ დროინდელი გეოპოლიტიკა კინაღამ გადააკეთა, რომელმაც შეძრა მსოფლიო. ეხლა აი რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ, თქვა და მისი გრანდიოზული საქციელიდან. როდესაც მოიგო, თქვა მარაბდა და მარტყოფით, ამაზე ალბათ ცალკეც გვექნება ჩვენ საუბარი თვითონ ეპოპეაზე. ამის შემდეგ ის წერილს წერს ოსმალეთის სულთანს და სთავაზობს, რომ თუ ის დროულად დაძრავს ჯარს, მაშინ სავსებით რეალურია, იმიტომ გიორგი სააკაძე მარტო აი თავის შენაერთებით არ აქსამდნენ მთლიანად გაწმინდა კავკასია ირანელთაგან და განდევნა, რომ ირანს დაიპყრობენ და ყიზილბაშურ ირანს შუაზე გაიყოფენ. და სხვა შორის ამის დასტური წერილები არსებობს ოსმალეთის სულთნის, ესე იგი აღალციხის ფაშასთან, ყველა საფაშოსთან, რომელიც კავკასიასთან სიახლოვეს იყო, აღმოსავლეთ მცირე აზიულ, ბაშიაჩუკთან, ესე ეძახდა ის იმერეთის მეფეს, დადიანთან, სადაც მოუწოდებს, რომ შეუერთდნენ ხარი დაუჭე ტრაპიზონის ფაშასთან და ასე შემდეგ. მოურავს და სხვათა შორის რამდენიმე დღე დააკლდა აი ამ კოალიციურ ჯარს, რომ მოსულიყო თქვა უკვე კავკასიამდე, პრაქტიკულად მთელი რიგი შენაერთები დიარბაქირამდე იყო მოსული მარაბდის ბრძოლამდე. ამის შემდეგ მართალია პროცესი შენელდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მარაბდაში ჯერ ერთი ორჯერ მეტი ირანელი დაიღუპა ვიდრე ქართველი და საინტერესო ისე რომ გიორგი სააკაძე არ სარდლობდა მარაბდაში მას არ დაუჯერეს. იქ სიმონ მეფიშვილიშვილი, მანუჩარ ჯაყელი იყო და თეიმურაზი უფრო პირველი პირები უფრო მეტად მანუჩარ ჯაყელი, რომელმაც უბრალოდ ყველანაირ სამხედრო სტრატეგიულ ამოცანაზე მაღლა შემდეგი ფრაზა დააყედა, რომ ბევრი რჩევა ცუდი არის, გამარჯვება არის ღმერთზეო და პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი სამხედრო ტაქტიკური მოსაზრებების და იგონორებით განეხორციელებინა ჩეტევა, ისე რომ დაზვერვასაც არ უმუშავია წესიერად და ელემენტარულად ისიც არ იცოდე, რომ თქვათ რამდენიმე საათში ყიზილბასა ჯარს განჯის ყოფილი ხანის შაჰ ბენდეხანის ჯარი უნდა შეერთებოდა. ამან გამოიწვია თქვათ ის შედეგები, რომ ვერ გავიმარჯვეთ იქ, მაგრამ შემდგომ თვეებში, 3 თვის განმავლობაში 20,000-მდე ყიზილბაში გაწყვიტა გიორგი პარტიზანული ბრძოლებით. მათ შორის მარტო ქსნის ხეობაში 14,000 ჯარისკაცი ჩაუხოცა. და შესაბამისად შახაბაძის სიძე ისახან ყორჭიბაში მხოლოდ 200 კაცით გაიპარა საქართველოსდან და მთლიანად სხვა შორის აღმოსავლეთ საქართველოს გიორგი სააკაძის ხელში აღმოჩნდა. ამის შემდეგ წელილებსაც თუ ნახავთ,
თეიმურას კი არ წერინებს ან თბილისის ციხეში გამოკეტილ სიმოხანს. გიორგისთან აქ ყველა უცხოს, მათ შორის ევროპელ მისიონერებს, მათ შორის ოსმალეთს მიწერმოწერა და ასე შემდეგ. გიორგი სააკაძის ბიოგრაფიას, როგორც საერთაშორისო ავტორიტეტის, არ დამთავრებულა 1625 წლის გამარჯვებებით. მიუხედავად იმისა, რომ მან მარცხი იწვნია სხვადასხვა მიზეზების გამო და საერთოდ გიორგი სააკაძის საშინაო პოლიტიკაზე ჩვენ სხვა დროს ვისაუბრებთ, ანუ მის როგორც საწყის ეტაპზე 1612 წლამდე, ასევე შემდგომში იმ ობიექტურ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია დაპირისპირება, თქვათ, ბაგრატიონების სამეფო ოჯახებს, არა მარტო ქართლიშტოს, არამედ ქართლის კახეთის შტოებსა და გიორგი სააკაძეს და მის მომხრეებს შორის და რამაც გამოიწვია, თქვათ, ის პოლიტიკური ბატალიები, რომელიც საქართველოში ხდებოდა. მაგრამ აქ მე მინდა დაუბრუნდე იმ საერთაშორისო მნიშვნელობას გიორგი სააკაძისა, რომელსაც, თქვათ, იგივე უცხოური წყაროებით ვაწყდებით. 26 წელს ბაზალეთის ომის შემდეგ ის მიდის ოსმალეთში, რა თქმა უნდა, თავისი ამოცანები აქვს და თავის საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აგრძელებს დიალოგს და მოლაპარაკებებს სულთანთან და დიდ ვეზირთან და ასე ვთქვათ, კონსტანტინოპოლთან, როგორც მაშინ ერქვა ოფიციალურად, ანუ იგივე სტამბულთან, მაგრამ პარალელურად ხდება რა? კაცი, რომელიც ერთის მხრივ არის მოკვეთილი უკვე ქართულ-ირანული სივრციდან და ოსმალეთში იმყოფება 1629 წლის იანვარ-თებერვალში აღმოჩნდება შემდეგნაირ სიტუაციაში. მკვდება შაჰ აბასი, ირანის სამეფო ტახტზე ადის შაჰ სეფი, შაჰ აბასის ერთ-ერთი შვილიშვილი, მაგრამ მთავარი რა არის? ირანის სამეფო კარზე არსებობდა რამდენიმე პარტია, რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება. ერთ-ერთი იყო ძმები ყუნდილაძეების მაგალითად. ასევე არსებობდა ყიზილბაშური პარტია, ხო ძველი ყიზილბაშის ტომთა ბელადების, ზოგს ხანი ერქვა, ზოგს სულთანი, ზოგს ამირამის მნიშვნელობა. და არსებობდა კიდევ ერთი პარტია, რომელიც იყო სააკაძის მოკიდებულ კაცთა პარტია, ანუ გიორგი სააკაძის პარტია. ამ პარტიის წარმომადგენელი ერთ-ერთი, აი ყველა მეტაკლებად გამორჩეული პიროვნებები იყვნენ, მაგრამ მათში ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც ორი როსტომისგან შედგებოდა, ანუ ყოფილი ხოსრო მირზა ბაგრატიონისა და როსტომ სააკაძისგან. უცებ აღმოჩნდა, რომ ხოსრო მირზა ბაგრატიონი შემდგომში როსტომ მეფესო უწოდებ ჩვენ. აღმოჩნდა, რომ არის ისფახანის დარუღა მერი, მთელი ირანის გვარდიის მთავარსარდალი და გიორგის ბიძაშვილი, ასევე მისი პარტიის წევრი და აი ზუსტად ამ დაჯგუფების ნაწილი, როსტომ ხან სააკაძე ინიშნება მთელი ირანის არმიის უმაღლეს მთავარსარდლად, სპასალარად. აი ამ ორ კაცს აყავს შაჰ სეფი, ესენი უდგანან გვერდით და უცებ აღმოჩნდება, რომ ამ განდევნილი კაცის პარტია შაჰ აბასის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ თვეში იმარჯვებს ირანის პოლიტიკაში, სულ ჰეგემონიას ამყარებს ირანში და ყველა ამ პარტიის ოპოზიციურ ძალას ანადგურებს. პრაქტიკულად გიორგი სააკაძე ოსმალეთში ყოფი მოდის ირანის სათავეში. ამას მოყვა სხვათა შორის მთავარი ეჭვი, რის გამოც გიორგი მოკლეს შემდეგ ოსმალებმა მუხანატურად. კი ბატონო, ის ალბათ საქართველოსკენაც აპირებდა წამოსვლას, მაგრამ მთავარი ეჭვი მან გააჩინა, ეს არ იყო დაპარული, რომ ოსმალეთის ხელისუფლებამ დაინახა, რომ მათი ერთ-ერთი ფაშის, სარდლის ხალხი მოვიდა მთავარი მტრის სათავეში. და სავსებით რეალური იყო, რომ გიორგი საწინ ისწევდა ეტოებინა ოსმალეთი და ირანის ორბიტაზე გადაინაცვლა. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც სოფლიოს მინიმუმ 5-ში მაინც შედიოდა სიძლიერით. მე არ ვამბობ, პირველი იყო გასაგები არსებობდა, ხო? ევროპული სახელმწიფოები ესახება 17 საუკუნე და ნიდერლანდების დომინაციის პერიოდია, მაგრამ ნიდერლანდების შემდეგ ძალიან ძნელად მომეპოვება და მე ფიქრობ და საფრანგეთის გარდა მე-17 საუკუნეში ევროპაში ოსმალეთზე და შაჰ აბასის ირანზე უფრო ძლიერი სახელმწიფოები. ესე ხუთეულში შემოვალ უძლიერ სახელმწიფოების პოლიტიკურ ბედიღბას წყვეტდა ერთი კაცი. ამიტომაც ვამბობ, ჩვენ შიდა პოლიტიკაზე გიორგისაზე ცალკე ვისაუბრებთ, ის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ცალკე არის სასაუბრო, ეს კიდეც ცალკეთებაა, მაგრამ გიორგი სააკაძე, როგორც სოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, უეჭველი ელოდება თავის დიდ შუადღეს, იმიტომ რომ როგორც კი
აი იმდროინდელი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი, რასაც ქვია ირან-ოსმალეთის ომები, რომელიც დღემდე ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე არ არის განხილული და არ არის შესწავლილი, მაგრამ პირდაპირ მე ჩემი კოლეგების მოსაზრებებს ახმოვანებ, არის უდიდესი მოთხოვნილება, რომ ეს უნდა შეიქმნას და დაიწეროს. ამ შემთხვევაში აი მსოფლიოს ისტორიას, როგორც კი ეს პროცესი დაუბრუნდება, აქ მისი უდიდესი დირიჟორი გიორგი სააკაძე დაიკავებს ერთ-ერთი უდიდესი ფიგურის ადგილს. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ აბრეშუმის გზამ შეწყვიტა არსებობა და ამას მოყვა პირდაპირ საქართველოს დაშლის პროცესი. და არა მარტო რამოდენიმე სამეფოდ, არამედ სამეფო და სამთავროდ, არამედ სათავადოებად მოხდა ქვეყნის დაშლა. მაგალითად, თვით ქართლში არსებობდა რამდენიმე სათავადო. და ეს სათავადოები განთავისუფლებული იყვნენ გადასახადისაგან, ერთადერთი მოვალეობა ჰქონდათ ლაშქარ ნადირობა, ანუ ომში და ხინში მეფის ხლება და როგორც წესი ამ პირობას უმეტესწილად არღვევდნენ. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს მეფის მეთაურობით ძირითადად უწევდა მტრის მოგერიება, ასევე სახელმწიფო ფუნქციის განხორციელება ტახტის აზნაურებზე დაყრდნობით, რომელთა შემოსავალიც და რესურსიც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეულ სამეფოში 10-15 ძალიან ძლიერი სათავადო იყო ჩამოყალიბებული, ძალზედ იყო შემცირებული და შესაბამისად უკვე მეფე ხდებოდა პერსონალურად, პიროვნულად დამოკიდებული თავადობაზე. თუ თავადობა მას ხარს არ უჭერდა, შესაბამისად მას არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა არც ომის მოგების, არც ქვეყნის გაერთიანების, არც დიპლომატიაში წარმატების მიღწევის და ასე შემდეგ. და აი ამ დროს გამოდის ასპარეზზე გიორგი სააკაძე, რომელიც სხვათა შორის წარმოშობით იყო ძალიან ძლიერი აზნაურული ოჯახიდან, აღწერით 60 სოფელი ერგებოდა, რომ შევადაროთ მაგალითად ზოგიერთ სათავადოს, აი ფავნელიშვილებს მაგალითად დაახლოებით 3-4 სოფელი ჰქონდათ. და ამ გვარს 10-ჯერ მეტი, მაგრამ ესენი იყვნენ ტახტის აზნაურები, რაც იმას ნიშნავდა, რომ განსხვავებით თქვათ ბარათაშვილებისგან, ან ჯავახიშვილებისგან, ან სოლოღაშვილებისგან, სააკაძეები თავიანთი მოგებიდან გარკვეულ გადასახადს სახელმწიფოს უხდიდნენ. გიორგი სააკაძემ შეკრა ტახტის აზნაურებისაგან, თავისუფალ გლეხთაგან და თბილისის ვაჭარ ხელოსათაგან ერთგვარი პარტია, ამ პარტიას დაერქვა სააკაძის მოკიდებულ კაცთა დასი, ესეც ერქვა, და ამ სააკაძის მოკიდებულ კაცთა დასმა დაიწყო სახურება, მუშაობა ვაჭრობაში და ხელოსნობაში. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ სადღაც 35 წლის ასაკში გიორგი სააკაძე გახდა თბილისის მოურავი, ანუ დღევანდელი გაგებით თბილისის მერი. და ამ სავაჭრო საქმიანობაში ჩართვით ჯერ ელიტის, სხვადასხვა საინტერესო რა არის, ამ აზნაურობაზე უბრალო მოსახლეობა ძალიან მალე ხარი დაუჭირა მართლა პროგრესულად მოაზროვნე არისტოკრატიამ. იგივე გიორგის მაგალითად სიმამლე იყო არაგვის ერისთავი, იგივე ბაგრატიონ მუხრაბატონებმა, იგივე ვთქვათ ქსნის ერისთავების გარკვეულმა ნაწილმა და სხვადასხვა თავადებმა. და საბოლოო ჯამში 1609 წლისთვის შეიქმნა ესეთი სიტუაცია, რომ გიორგი სააკაძის პერსონალური ქონება აჭარბებდა ბაგრატიონების მთელ საგვარეულო ქონებას. და მის მოკიდებულ კაცთა ქონებაც უფრო მეტი იყო შეიძლება, ვიდრე არათუ რომელიმე ერთი სათავადოსი, არამედ მთლიანად თავადური სისტემისა. ამან რა თქმა უნდა თავადებს დაანახა, რომ ისინი ძალაუფლებას კარგავდნენ. და მეფესთან დაიწყეს ლუარსაბთან ენის მიტანა, რომ აი სააკაძე იმდენად გაძლიერდა, შეიძლება თბილისის მოურავი სააკაძე, რომ შეშეთქმულება მოგიწყოს, გადაგაგდოს და ასე შემდეგ. მაგრამ სხვადასხვა ტაშისკარის ბრძოლის წინ ეს ცნობილისა როგორ აღმოჩნდა გიორგი და მეფე ერთად, რომ გიორგიმ შეუთვალა, რომ მოდი შევხვდე და ვისაუბროთ და დღემდე წყაროშია თვით გიორგის მოძულე ისტორიკოსები რაც გვყვებიან, რომ გიორგიმ აუხსნა, პირდაპირ უწერიათ მათ, რომ ჩვენი სიმდიდრე განსხვავებით სათავადო სიმდიდრისა, სახელმწიფო სიმდიდრეა, შენი სიმდიდრეა. იმიტომ რომ იმ სფეროთი, სადაც ჩვენ მოგებას ვნახულობთ ვაჭარ ხელოსნობით, და მნიშვნელობა არა აქვს, მე აზნაური ვარ, თავადი ვარ თუ უბრალოდ გლეხიან რიგითი მოკალაკე ვარ, მე გადასახადს ვიხდი. მე ამით ხაზინას ვზრდი და ციფრები ანახა, რომ საქართველოს ქართლის სამეფოს ხაზინა, აი ამ ბოლო წლების მონაცემებით, რაც გიორგიმ ეს მოძრაობა წამოიწყო, რამდენჯერმე იყო გაზრდილი. ეს კი მეფეს ნახეთ რას აძლევდა რა საშუალებას, რომ მას სხვა საქართველოს კუთხეებიდანაც მოეცვია ჯარი, დაეკირავებინა ჯარი, ფულის სჭირდებოდა დიპლომატიას, თქვა, ხო, იქ დიპლომატიური კორპუსის მოხდამას ოსმალეთშიც, ირანშიც, ევროპაშიც
და რეალურად ეს იყო საფუძველი საქართველოს ხელახალი გაძლიერების და საქართველოს გამთლიანების. ანუ რეალურად გიორგი სააკაძემ ქვეყანა დააბრუნა იმ დღის წესრიგში, რაშიც აბრეშუმის გზის დაცემამდე 1453 წლამდე იყო სახელმწიფო. ამის შემდეგ ხდება ტაშისკარის მოგება, შემდეგ უდიდესი პატივი მეფისგან ესეთი რამები არ ხდებოდა, რომ ვინმეს სახში წვეოდა მეფე. პერსონალურად ეწვია 1611 წელს ნოსტეში მეფე გიორგის და რა თქმა უნდა ეჭვია, რომ გიორგის ძალისხმებით მოხდა მეფისა და გიორგის დის დაახლოება და დამთავრდა ყველაფერი გიორგის დაზე მეფის ქორწინებით. ამ პერიოდისთვის სააკაძე მისი დასი, მათ შორის მისი დასის წევრები იყო ეგრეთ წოდებული 9 ძმა ხერხეულიძე, რატო თქვი ეგრეთ წოდებული? ზემდეში ისინი ბიძაშვილები იყვნენ. მაგრამ ჩვენმა ისტორიამ უკვე ძმის სახელით შემოგვინახა ეს ჩვენი უდიდესი გმირები, ხო? დიასამიძეები, ანუ ძალიან დიდი რაოდენობის საგვარეო. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობდა ისეთი ძალა, ვინც ამ საქმიანობაში არ მონაწილეობდა. და მათ გადაწყვიტეს ისარგებლეს იმით, რომ ლუარსაბი ახალგაზრდა კაცი იყო, ცოლი მობეს და გაცილება მოუნდა და შთააგონეს, რომ თუ გიორგი სააკაძეს არ მოკლავ, მაშინ ის შურს იძიებს, ამიტომ შეთქმულება მოუწყო მეფემ გიორგის, სანადირო დაპატიჟა და იქ ჩუმად უნდა მოეკლა. ეს შეთქმულება გასცა ხერხეულიძემ, ერთ-ერთმა ხერხეულიძემ, რის გამოც ის დასაჯეს და ასახიჭრეს, მაგრამ გიორგი გაიქცა, ჯერ სიმამ შეაფარა თავი და მერე როდესაც მისი საკარი გადაწვეს, ოჯახი აუციოქეს და მონოზვნად აღუკვაცეს, იძულებული გახდა ირანში გადახვეწილიყო. გიორგი სააკაძის პოლიტიკაში ჩვენ როგორც ვთქვით, ანუ ეს იყო ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მაშინდელმა საქართველოს სამწუხაროდ, ანგარებით, პერსონალური, უჩემო თვითიმღერეთას პრინციპით ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გიორგი სააკაძე ფსიქიკური ცვლილება ხდება. ვინ არის გიორგი სააკაძე 1612-დან 1625 წლამდე? რა თქმა უნდა, ის უკვე არაქართულად მოღვაწე ფენომენია, იმიტომ რომ 1600 მაგალითად 14-17 წლებში, როდესაც ჩახაბაზის 4 შემოსევა იყო კახეთში და ოხრება, მაშინ ქართლის მმართველად გიორგის ნათესავი ბეჟანხან სააკაძე იდგა გიორგისგან დაყენებული. მათ არაფერი არ გაუკეთებიათ, თქვათ ქართველების აჯანყებული ქართველების მისახმარებლად. შემდგომშიც გიორგი სააკაძე, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, როგორც ირანელი ისტორიკოსები წერენ, ისკანდერ მუნში უდიდეს როლს თამაშობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ირანის ბრძოლაში და სხვათა შორის აბსოლუტურად წარმატებულ ბრძოლებში, შუა აზიაში ლაშქრობებში, ავღანეთისკენ. მოკლედ, როგორც ისკანდერ მუნში, შაღაბაზის მთავარი ისტორიკოსი გვიწერს, მოურავ ბეგი ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრჩეველი და ხერხემალიც კი შეიძლება ირანის სახელმწიფოსი 1612 წლიდან 25 წლამდე. მაგრამ არ ხდება ერთი უცნაური საოცარი რამ 1624-25 წლებში. შახაბაზმა გადაწყვიტა, რომ ქართველები მასობრივად გაეირანელებინა. საქმე ის იყო, რომ მაშინ კლიმატია შეცვლილი. ძალიან ბევრი ქართველი ისედაც თავისით მიდიოდა ირანში. შახაბაზმაც 100,000 გადაასახლა ძალით. დაასახლა მიწათმოქმედად აქცია და საერთოდ შახაბაზი უკვე ამ მომთაბარე ხიზიბაშურ ტომებზე მეტად ქართულ ამ ღოლამის ჯარს და შახის სევანებს ეყრდნობოდა, იმიტომ რომ ეს იყო რაციონალური მიწათმოქმედი მდგრადი ფენა, ირანის ძლიერების გარანტი და რა თქმა უნდა აწყობდა, რომ რაც მეტი ქართლის ინტეგრაცია მოხდებოდა ირანულ სამყაროში და ამ ინტეგრაციის პროცესში ყველაზე დიდი ხელშემშლელი გახდა მისთვის ქეთევან დედოფალი, რომელიც არაფრით ისლამს არ იღებდა. და სხვა შორის ქეთევანის გამუსულმანების ასე ვთქვათ, გამუსულმანება დაავალა იმამ ყულიხან უნდილაძეს, ქეთევანის სიძის ძმას შირაში და ეს ყველამ კარგად იცის, რომ უდიდეს წამებას გაუძლო ქეთევანმა და ბოლოს ქვაბირო დაახურეს, თავზე გავარვარებული დიდება ქრისტეს დაიძახა და ისე გარდაიცვალა. ეხლა რაც წეს ერთი პორტუგალიელი მისიონერი და გარკვეულწილად ისტორიკოსიც დუს სანტუში, ვინც შეესწრო ზუსტად ამ დღეებში ისპახანში მომხდარ უმნიშვნელოვანეს ამბებს, რაც საფუძვლად იქცა მარტყოფის და მარაბდის ეპოპეების. რომ ვიმყოფებითო შახაბასთან დიდი სტუმრობაა მოსული და აი ამ დროს შიკრიკი შემოვარდა იმამ ყულიხანისო, ყველა გაჩერდა, იმიტომ რომ რაღაც ძალიან საგანგებოა და იყო სიგელი, უსტარი, რომელშიც იყო აღწერილი ქეთევანის წამებაო. და შახაბასთან შემოვიკრიბენით ყველანი ამ კაცო, ამ ხეთსო, როგორც მას უწერია.
თვალებით ცრემლით აევსო, ცრემლებით წამოვიდა, ატირდა და უცებ კბილებში გამოცრავ. აი ნამდვილი ქართველი. აი ნამდვილი ქართველი. თქვენ კი არ გაქვთ, თქვენ ნაბიჯურებო და ხელუკმა ხელი აარტყა გვერდში მდგარს გიორგი სააკაძეს. სააკაძეს თვალებში შევხედეო, იქ მივხვდი რომ ირანის ისტორია დასრულდა. ამის შემდეგ გიორგი სააკაძე მოდის საქართველოში რამდენიმე თვეში. ოღონდ არ არის ჯარისადლად, ისახან ყორჩიბაში სომხური წარმოშობის სარდალია. იქ ახლავს ვექილად, ანუ მრჩევლად, თან მის შვილს ტოვებენ მძევლად, ასევე მისი ცოლის ძმის ცოლს, ანუ ზურაბ არაგვის ერისთავის ტოვებენ მძევლად, იმიტომ რომ შახაბაზი მიხვდა, რომ გადააჭარბა გიორგისთან ურთიერთობაში. მიზანი რა არის? კახეთის არისტოკრატიის ამოწყვეტა და ქართლიდან მაქსიმალურად ვისი გადასახლებაც შეიძლება გადასახლება. და აი აქ ხდება ესეთი რამ, როდესაც გიორგი სააკაძე 4 კაცით რეალურად და ამაზე ჩვენ გვისაუბრია, მოახდენს მარტყოფის აჯანყებას, მერე მრავალთვიან ეპოპეას და 40,000-მდე კაცს, 30-დან 40,000-მდე კაცს გაუნადგურებს ირანს. და როგორც ისკანდერ მუნში ამბობს, რომ მთლიანად აი მთელს ამ 6 თვიან მონაკვეთში გიორგიმ 60,000-იანი პროფესიული არმია გაუნადგურა შახაბაზს. ანუ მისი არმიის 100,000-იანის დაკვა. და რა უწერია ისკანდერს, რომ დაიწყო ქურთისტანის, ხუზისტანის, ფარსის ამბოხებები, ისე გარდაიცვალა შახაბაზიო, რომ ეს აჯანყებები აი ამ გიაურს ეძახის უკვე სააკაძეს, ამ სატანის მიერ დაწყებული ეპოქები ვეღარ დამთავრდა. ანუ ირანი მას მერე ფერზე ვეღარ დადგაო. აი აქ რა ხდება? აქ გიორგი და ბაზალეთი ისევ ვერ შეთანხმება ქართველების. ამ ეპოპეის შახაბაზ და ირანელების განდევნის შემდეგ რეალურად გიორგი მთელს აღმოსავლეთ კავკასიას აკონტროლებს და მისი მას ებადება იდეა საქართველოს გაერთიანების. გადმოიყვანს დასავლეთ საქართველოსთან უფლისულ ალექსანდრეს, რომელსაც ცოლად შერთავს, უпроსორად, რომლის დასაც ცოლად შერთავს თავის შვილს, ავთანდილს და უნათესავდება. და აპირებს გაერთიანებულ საქართველოს მეფე დასმას. აქვს თუ არა ამის ძალა გიორგის. დღემდე შემონახულია ოსმალეთის სულთნის წერილები, ევროპულ მისიონერთა წერილები, აუდიენციები. ეს დოკუმენტები ღვთისწყალობით გადარჩენილი. ყველგან ისინი მიმართავენ არა რომელიმე როცა წერს ქართულ მეფეს, არა იმერეთის მეფეს, არა კახეთის მეფე წოდებულ თეიმურაზ, რომელსაც რეალურად უკვე აღარავინ აღარ ცნობს და დუშეთშია ზურაბ არაგვის ერისთავთან შეპარებული, არამედ დიდ მოურავს გიორგის. გიორგი მიაჩნიათ კავკასიის ნომერ 1 პირად. და აი აქ მოხდება ესეთი ბაზალეთის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობს მესხური ჯარიც გიორგის მხარეს, იმერული ჯარიც, ქართლის თავადობის უდიდესი ნაწილი. ორჯერ ზოგიერთი მონაცემით 3-ჯერ აჭარბებდა გიორგი სააკაძის ჯარი თეიმურაზის ჯარს და პარადოქსი მარცხ ხდება. აქ სხვა 1000 რაღაც იყო გიორგი დაიჭრა ბრძოლაში. ხდება ისეთი რაღაცა, რომ შეიძლება ძალიან ძლიერი იყო, მაგარი იყო, მაგრამ იმ დღეს არ გაგიმართლდეს. ანუ ბაზალეთი ეს ყველანაირად ტრაგედია. შესაბამისად საქართველოს გაერთიანება წყალში იყრება. გიორგი წერილს უგზავნის სულთანს ანდროს, ნახეთ რა სთავაზობს, რომ ჯარს თუ მომაშველებ, მე საქართველოს მთლიანად დავიმორჩილებ და შენ პარტნიორად ვაქცევ. აქ რა თქმა უნდა ეჭვები ჩნდება ისტორიკოსებში, რომ ესე იგი გიორგის კაცია ისევ, ვინც უცხო ძალის გამოყენებით ქვეყანაში ძალაუფლების ამღები არის. ეს რა თქმა უნდა კარგზე არ მეტყოლებს, მაგრამ ამისი შემდგომ დროინდელი გაგრძელება ჩადის ოსმალეთში. ოსმალეთი არ აძლევს ჯარს. ის იქ ინიშნება ფაშად, მრავალი კილომეტრით უკან ახევინებს ირანის არმიას. არის ძალიან წარმატებული, როგორც ჩვენ ხედავთ, ასევე ეხლა უკვე ოსმალეთის წყაროებით აღმოჩენილი მასალებით. იქ კრებს იქაურ ქართველებს, რაზმებს აყალიბებს, თანხებს უკვე საკუთარი სახსრებით აგზავნის საქართველოში და ემზადება დასაბრუნებლად. და აი ამ დროს ხდება 1629 წლის იანვარში ასეთი რამ, რომ კვდება შახაბაზი და შახაბაზის ნაცვლად ტახტზე აყავთ ერთ-ერთი კანდიდატი შახსეფი, დედით ქართველი, რომელიც შახსეფის ტახტზე ამყვანიც არის ხოსრო მირზა წოდებული, შემდგომში როსტომ ხანი რო იყო, რომელიც გარს მართავდა. ის და როსტომ ხან სააკაძე. სააკაძის პარტია მთლიანად ისპაჰანში იღებს ძალაუფლებას ხელში. და აი ამის მერე ხდება სწორედ ის, რომ ოსმალები მოულოდნელი, თქვა პირდაპირ სპეცოპერაციას ჩაატარებენ, გიორგის დაატყვევებენ და თავს მოკვეთენ, იმიტომ რომ
სულთნის კარზე სტამბულში ყალიბდება აზრი, რომ ვინაიდან ირანის სათავეში მოვიდა სააკაძის პარტია, სავსებით რეალურია, რომ მან ეხლა ირანში გადაინაცვლოს და ოსმალეთის იმპერიას ბოლომ მოუღოს. ანუ ჩვენ გვაქვს საქმე მსოფლიო მასშტაბის გენიალურ პოლიტიკოსთან, რომელიც ირანის ოსმალეთის პოლიტიკას ათამაშებდა როგორც უნდა. კაც, რომელსაც ჰქონდა მცდელობა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკური ცხოვრების 200 წლის წინანდელი, უბრალოდ მეტად ვიტყვი, დავით აღმაშენებლის პერიოდის ცხოვრების აღორძინების. ადამიანის, რომელსაც ყველა რესურსი ჰქონდა ინტელექტუალური, მოფიქრებული, დაწყობილი საქართველოს გაერთიანების და ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება ჩვენი ერის, რომ ესეთი ნიჭი და ეს ძალა ქართველმა ერმა სასიკეთოდ ვერ გამოიყენა. და ერთადერთი ყველაზე მთავარი მინუსი და საფუძველი ამ ვერ გამოყენებიერი საქმეში, რაც იყო გაუტანლობა, შური, უჩემო თვითი მღერეთა. აი ეს განცდა, რამაც ეს გენიალური ადამიანის ძალა ხან საქართველოს დააპირისპირა და ხან უბრალოდ ფუჭად გაანიავა, ნაცვლად იმისა, რომ ამ გენიალური ქართველის წყალობით საქართველოს საუკუნოვანი დიდება დაებრუნება.